დღეს 10 დეკემბერია. დაახლოებით ორ კვირაში კი არა, ზუსტად 15 დღეში არის იცით თქვენ შობა დღე და ვაშინგტონის სწორედ 25 დეკემბრამდე ან 25 დეკემბერს ელის სერიოზულად მოგებს კიევის მხრიდან ამ უკანასკნელზე გავრცელებული ინფორმაციით ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს ზეწოლას და მოითხოვს მისგან, ანუ კიევისაგან, რომ კიევმა დატოვოს, უკრაინამ დატოვოს დონბასის ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს უკვე რახანია კი არა, სულ აკონტროლებს, ეს არის დონბასის ტერიტორიის დაახლოებით 25-27-30%. ეს მოთხოვნა თავის მხრივ აქვს რასაკვირველია პუტინს, რომელიც ამბობს, რომ დონბასი ისტორიული რუსეთია და რუსეთი არამც არ შეეგუება, არანაირ შეთანხმებაზე არ წავა თუ დონბასის ტერიტორიას არ დატოვებენ უკრაინელი ჯარისკაცები. კიევი რასაკვირველია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კონსტიტუციასაც რომ თავი დავანებოთ, ღიად ამბობს ოფიციალური კიევი, რომ არავითარ შემთხვევაში იმას არ დათმობს ნებით, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ძალით ვერ მოახერხა და ვერ წაიღო რუსეთის ფედერაციამ. ამის მიუხედავად მოსკოვისთვის ახლა თავარი პარტნიორი სწორედაც რომ შეერთებული შტატებია, პარტნიორი ბჭყალებში მაინც ალბათ ასე უნდა ვთქვათ, რომელიც კვლავ ვიმეორებ ახდენს ზეწოლას, აგე Financial Times-მა დაწერა გააგვაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები, მათ შორის ვიტკოფი, ზეწოლას ახდენდა პრეზიდენტ ზელენსკიზე, ეს ზელენსკიმ გაუმხილა ლონდონში, რომ შეხვდა იმ სტრატეგიულ ევროპელ პარტნიორებს, იგულისხმება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, იგულისხმება გერმანიის კანცლერი და იგულისხმება საფრანგეთის ლიდერი, საფრანგეთის პრეზიდენტი. ამასობაში პრინციპში ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ უკვე საბოლოოდ პრეზიდენტი ტრამპი ჩამოყალიბდა პირად, უკვე ჩამოყალიბდა საკუთარ მიდგომებში, პოლიტიკაში და ღირებულებებში, მეთქი ასეც ვიტყოდი, კი ბატონო, თუ გნებავთ ასეც ვთქვათ, პრეზიდენტი ტრამპი ჩამოყალიბდა პირად, რომელიც სულაც არ არის უკრაინის გამარჯვების მომხრეო, ბევრი იტყვის, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ომის გაგრძელების მომხრე. ყველა პრაქტიკულად, ვინც ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, ამბობს, რომ ტრამპს ბოდიში ფეხებზე ხიდია უკრაინაც, ომიც, ყველაფერი აბსოლუტურად, ოღონდაც კი მან მიიღოს უკვე 26 წლის ბოლოს მიიღოს ნობელის პრემია, ამით დაჯაბნოს, ან გაუტოლდეს და დაჯაბნოს პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ისიც თქვენ წლების წინ მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია და ტრამპი მიიჩნევს, რომ ობამას ის სულაც არ ეკუთვნოდა და თუ ეკუთვნოდა, ტრამპს მით უმეტეს ეკუთვნის, რომელმაც მოცემულ ეტაპზე მისი თქმით 8 თუ 9 კონფლიქტი დაასრულა და ის შესანიშნავად ხვდება, რომ თუ დაასრულებს კონფლიქტს უკრაინაში ნებისმიერი შედეგით, ამ შემთხვევაში ჯიბეში აქვს ეს ნობელის პრემია, თუმცა მე ასე მაინც ვერ ვიტყოდი, ბევრი ასე მაინც ვერ ამბობს, გაგიკვირდებათ და ბევრი ფიქრობს, რომც დაასრულოს, ასე უსამართლოდ მით უმეტეს, უსამართლო პირობებით კონფლიქტი უკრაინაში, ტრამპმა ნობელის კომიტეტი მისთვის ნობელის პრემიას მაინც ვერ გაიმეტებს, მერე საერთოდ გაჯავრდება და გაბრაზდება ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი. საერთოდ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, უამრავი რამეს ამბობს ტრამპი, მაგალითად ამბობს, რომ გასაგები იყო, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდოდა სამართლიანობისთვის, ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, თუმცა მემკვიდრეობითობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. გაგახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილში, როცა უკრაინას მისცეს დაპირება, რომ ის გახდებოდა ნატოს წევრი, რესპუბლიკელი, არა დემოკრატი, მისთვის საზულველი, ასე მაგალითად ბაიდენი ან ასევე არანაკლებ საზულველი ობამა იყო ლიდერი შეერთებული შტატებისა, არამედ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი, რომელსაც ასევე არ სწყალობს მაინც და მაინც პრეზიდენტი ტრამპი. საერთოდ ვის სწყალობს, მეთქი, ესეც საინტერესო კითხვაა. ისინი, როდესაც ზელენსკი პირველად ჩავიდა და ხო, ნახეთ რას ამბობს, ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილიო და ახლა მათ დასავლეთმა ამისკენ უბიძგეს. იცით თქვენ, რომ როდესაც ზელენსკი პირველად ჩავიდა და პუტინს პირველად შეხვდა, მან, ანუ ზელენსკიმ თქვაო, მე ორი რამ მინდა ყირიმი დავიბრუნო და ჩვენ ნატოს წევრები გავხდეთ. ეს არც ისე სასიამოვნო ფორმით თქვაო. ზელენსკისთვის დროა, რომ მან სამშვიდობო წინადადებების მიღება დაიწყოს, რადგან ის ბრძოლის ველზე მარცხდება. ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 47 პრეზიდენტი, რომელსაც ხო ბაიდენი უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ
ტრამპსაც, უშუალოდ ტრამპს და უფრო რო დავაზუსტო ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ ამ უკრაინისათვის პირდაპირ ხალხს უსვამს, ანუ არა ნატოს გავლით, არსებითი დახმარება პრინციპში არ აღმოუჩენია. მშვიდობის მიღწევა ძალის დემონსტრირებით, ძალაზე დაფუძნებული მშვიდობის მიღწევა არის მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა მერე უკვე აღარ გააგრძელოს საკუთარი აგრესიული ქმედება ევროპის მიმართულებით ან დარჩენილი უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით, თუ ამას ეუბნება პრაქტიკულად ყველა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ტრამპს ამ ყველაფრისა არ სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოკვლევებით 65-67% უკრაინის შეიარაღების, მათ შორის პირდაპირ შეიარაღების მომხრეა, ტრამპი აი ამ მეინსტრიმ აზრის წინააღმდეგ მაინც მიდის, მათ შორის მიდის ცალკეული რესპუბლიკელი ხაზს უსვავ, არა მხოლოდ დემოკრატი, არამედ რესპუბლიკელი სენატორების წინააღმდეგაც, რომლებიც კვლავ და კვლავ იმას ამტკიცებენ, რომ პირდაპირი დახმარება ან ნატოს გავლით დახმარება, მოკლედ დახმარება უკრაინისა გარდაულა და აუცილებელია, იმიტომ რომ რუსეთი ესეთი აგრესიული ქვეყანაა და ის უკვე შემდგომ თუ ესეთი ყალბი ან არასამართლიანი მშვიდობა იქნება მიღწეული, უკვე შემდგომ რუსეთი სხვა ევროპის კონტინენტზეც მიიტანს იერიშებს და პრინციპში ამას ამბობს კიდეც პუტინი, ის პერიფრაზია ერთგვარი, ის ამბობს, რომ უკრაინაში ერთგვარად ვარჯიშობთ, აი ნამდვილი ომი თუ დაიწყება სწორედ ევროპის კონტინენტზეო, ევროპის კონტინენტის ასე კუთხეში მიმწყდება დაჩაგვრა შემიძლია ასე ვთქვა, უნდა კიდეც პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი თვის წინ ასე მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენთან უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, შეთანხმებებს მიაღწია უფრო ზუსტი რომ ვიყო რომელი ქვეყანა ახლა უფრო ძლიერი მოლაპარაკებების პროცესშია, როცა პოლიტიკო ეკითხება გამოცემა პოლიტიკო პრეზიდენტ ტრამპს, ამაში კითხვის ნიშანი არ შეიძლება იყოსო, ეს რუსეთია, ის გაცილებით დიდი ქვეყანაო, თუმცა ტრამპს მაღალი ალბათობით ეუბნებიან და კიდევ უფრო კარგად უნდა უთხრან, ან დააჯერონ, ასე ვიტყვი, რომ რუსეთს არანაკლებ უჭირს, მეთქი ასე ვიტყვი, მის ეკონომიკას უჭირს და პრეზიდენტი ტრამპიც ხოდაშორის ამ 2 თვის წინ, 3 თვის წინ ამავე აზრზე იყო, ის ქაღალდის ვეფხს უწოდებდა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთზეც არ იყო მაინც და მაინც დადებითი აზრისა, მაგრამ როდესაც აი უკიდურესად დაიძაბა ვითარება პრეზიდენტმა ტრამპმა, მოდი მაინც ასე ვიტყვი, თქვენი ზნებართვით, ღირებულებითი არჩევანი, სწორი სიტყვა, ან მოცემულ ეტაპზე ღირებულებითი არჩევანი გააკეთა. მან ზელენსკი მიიღო მძინარე ჯოსგან, ანუ ბაიდენისაგან 350 მილიარდი დოლარი და ნახეთ რა მიიღო მისი ქვეყნის დაახლოებით 25% დაკარგულია. მე რა უფლება მაქვს, მაგრამ თქვენ შეგახსენებთ, ტრამპს ხო ვერ შევახსენებ, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 25% ჯერ ერთი არ არის, 20%-ია დაკარგული. მერე მეორე მძინარე ჯო ბაიდენზე არ ვილაპარაკოთ, ყირიმი ჯო ბაიდენამდე იყო დაკარგული დროებით. უკრაინისათვის ეს არის 2014 წლის მარტი-აპრილი, როდესაც უკრაინა შევიდა და ნახევარკუნძულ რუსეთი შევიდა და დათმო უკრაინამ ნახევარკუნძული და უკვე 22 წელს განახლდა ეს საუბარი მოქმედებები. კიდევ ერთი დეტალი და კიდევ ერთი ასპექტი, ეს არის მუდმივი მსჯელობა და მუდმივად ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაუხანგრძლივდა პოლიტიკაში ყოფნა კი არა საპრეზიდენტო თანამდებობაზე ყოფნა და უკრაინაში და ჩატარდეს არჩევნები. ამაზე პრეზიდენტი ტრამპი ამახვილებდა ყურადღებას გასულ თვეებში, თებერვალშიც, უმძიმესი სიტყვებით თქვა, დიქტატორად მოიხსენია საერთოდაც თუ გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და მერე უარყო, კი არა, თქვა რომ ეს ყველაფერი ხუმრობით თუ ნახევრად ხუმრობით თქვიო, მაგრამ როგორც ჩანს პრეზიდენტ ტრამპს ეს ჩარჩენილი აქვს და რუსეთიდანაც არის არა იმდენად ზეგავლენა, სწორი სიტყვა და არც კარდახობენ მით უფრო, მაგრამ რუსეთიდანაც ერთგვარად ახერხებს რუსეთის ხელმძღვანელობა, რასაკვირველია პირველ ყოვლისა ვიტკოფთან საუბრის დროს, რომელსაც თავის მხრივ პირდაპირ ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ტრამპთან, რომ აუხსნან, რომ თუ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, ისიც რა არჩევნები იყო, ყველა კარგად ვიცით, რატომაც არა უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები. მოსკოვს საერთოდ ეიმედება, რომ თუ პირდაპირი მნიშვნელობით იანუკოვიჩის მსგავს ვერ დააბრუნებს კიევის სათავეში, ზელენსკი მაინც დამარცხდება და გარკვეულწილად ზელენსკიზე რბილი კაცი, ზელენსკიზე
არა საუბარი რიტორიკით და პოლიტიკით გამორჩეული კაცი იქნება კიევის სათავეში, უკრაინის სათავეში, ასეთი შეიძლება იყოს ვინმე მკითხავს და ბუნებრივია რამდენიმე კანდიდატურაზე შეიძლება ლაპარაკი, თუმცა ჩემი აზრით ისინი ყველანი ზელენსკისთან დამარცხდებიან. ეს არის გენერალი ზალუჟნი, რომელიც ჩემი ინფორმაციითაც და უფრო ზუსტი რომ იყო, მე ვეყნობის სხვა წყაროებს, რასაკვირველია, სულაც არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რამე რომ იყოს, მართლაც რომ ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, იმიტომ რომ ეს გმირი კაცი თავის მხრივ ოპონენტი ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკისა სუსტად და ბოლომდე ის იგრძე განებს რა პროცესშიც არის ახლა უკრაინა და ის პირველ ყოვლისა სახელმწიფო მოღვაწეა და ამ თვალსაზრისითაც დასაფასებელი სამხედრო მოღვაწეც არის და სახელმწიფო მოღვაწეც არის, ანუ ძალიან ფართო თვალსაწიერისა და დიაპაზონის კაცია, ფილოსოფიურად ასე ვიტყვი, ან პოლიტიკურ ფილოსოფიურად განსაზღვრავს კი არა უყურებს პროცესებს. მეორე შეიძლება ეს იყოს პოროშენკო, თუმცა მე არ მგონია რომ თუ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, პოროშენკოს რამ შანსი ჰქონდეს, მას უკეთესი ქსელი აქვს პარტიული სტრუქტურები და ასე შემდეგ ვიდრე ზალუჟნის, რომელიც ალბათ არ სწავა არჩევნებზე, თუმცა ნახოთ, მაგრამ პოროშენკოს რეიტინგი მაინც არ იქნება, არ არის ისეთი და პოროშენკო თუ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას, ვერ იქნება თანადო და ძლიერი კონკურენტი პრეზიდენტ ზელენსკისა და გაგიკვირდებათ და ახლა დავასახელებ კიდევ ერთ პირს, რომელზეც არ ანიშვიათად ლაპარაკობენ, ეს არის კიევის მერი, ზელენსკისთან დაპირისპირებაში მყოფი ბატონი კლიჩკო, სულ მოკრივე კაცი, რომელიც ბოლო პერიოდშია ძალიან გააქტიურებულია, იცით თქვენ, ვინც ადენებთ თვალყურს და ერთგვარად რჩება შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ კლიჩკო შევა საპრეზიდენტო მარათონში, მე პერსონალურად გონია და გონიაზეც არ არის საუბარი, რასაც ველაპარაკები მეჩებს ცოდნე უკრაინელ მეგობრებსა და ნაცნობებს, კლიჩკოც კი, რომელიც კიევში არ არის მთლად არაპოპულარული, მთლად გულახდილები თუ ვიქნებით, კლიჩკოც კი საერთო რესპუბლიკური მასშტაბით, ანუ იქ სადაც შეიძლება თეორიულად გაიმართოს არჩევნები, იმ ტერიტორიაზე, რასაც აკონტროლებს ოფიციალური კიევი, კლიჩკოსაც კი არ აქვს შანსი. ოღონდ ზელენსკიმ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მონაწილეობის თაობაზე. და აი ეს არის საკვანძო სიტყვა ან საკვანძო აზრი, როდესაც ევროპელებისგანაც მათ შორის და არა მხოლოდ ამერიკელებისაგან ზელენსკიმ უკვე ზედმეტჯერ მეტად მოისმინა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ახალი ლეგიტიმაცია უნდა მიიღოს ზელენსკიმ თუ ის მაინც და მაინც მიიღებს მონაწილეობას. აი ზუსტად ამ დროს ზელენსკიმ მეც ვმკითხავ რაღაცა გროსმეისტერული, ასე ვიტყვი, საჭადრაკო ტერმინებით რომ ვისაუბროთ, გროსმეისტერული ნაბიჯი სვლა გააკეთა, ნაბიჯი გადადგა და ზელენსკიმ თქვა, რომ ის თანახმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისათვის. უპასუხა ზელენსკიმ დონალდ ტრამპის განცხადებას პოლიტიკოსთვის გაკეთებულს და თითქოს კი არა ნამდვილად დაამატა შემდგომ, რომ მოდის ვიხდება ვნახო, ხო, ნახე, ზელენსკიმ თავის ევროპელ კოლეგებს უთხრა, რომ შაბათს გამართული 2 საათიანი საუბრის დროს მასზე ზეწოლას ახდენდნენ ვიტკოფი და კუშნერი ეს სხვა თემასთან დაკავშირებით, მაგალითად მოუწოდა საკუთარ ქვეყნის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ კი ბატონო, მე მზადა ვარ, უზრუნველყავით უსაფრთხოება და 60 დღეში ჩავატაროთ არჩევნებიო. ეს პრინციპში მოულოდნელი იქნება, ან არის უკვე ვაშინგტონისათვის, თითქოს ის მდგომარეობა ერჩივნა ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც პრინციპში, რომ ეს ამ ზელენსკისთვის ეწოდებინათ არალეგიტიმური ან პირდაპირ ანირიბად, პირდაპირ არ უწოდებს შეერთებული შტატები თვლად გულახდილები თუ ვიქნებით და ესეთი მდგომარეობა შენარჩუნებული იყო, რომ ზელენსკი ვითომ და არალეგიტიმურია და ახალი ლეგიტიმაცია მას სჭირდება, მაგრამ აქ იგითხარით, რომ გროსმეისტერული სვლა გააკეთა ზელენსკიმ და პრინციპში ბურთი ამ მიმართებით ყოველ შემთხვევაში გადააგდო ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს, მეთქი ასე ვიტყვი. მე მზად ვარ არჩევნებისთვის, არჩევნების საკითხი უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული, რადგან ეს საკითხი დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ჩვენი ევროპელი ეს მნიშვნელოვანი პასაჟია, დეტალია, ხო? არის წაბოჭრილი, ძალიან მოკლედ გიპასუხებ, მზად ვარ, უფრო მეტიც ახლა ვეთხოვ შეერთებულ შტატებს ევროპელებთან ერთად უზრუნველყო არჩევნებისათვის
უსაფრთხოება და შემდეგ მომავალ 60 დღის განმავლობაში უკრაინა მზად იქნება არჩევნებისთვის. მე პირადად მაქვს ამის ნება. ვითხოვ, რომ დეპუტატებმა მოამზადონ, რომ მიმართავს საკუთარ რადასაც, მოამზადონ შესაბამისი კანონი და კანონმდებლობა და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი დეტალია იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მგონია გულახდილად გეტყვით, რომ უახლოეს უხეშად 60 დღეში თუ 80 დღეში არჩევნები ჩატარდება. ახლა ბურთი გადაგდებულია ვაშინგტონის მხარეს და აი ამ ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების გარანტიას, რასაც ითხოვს ზელენსკი შეერთებული შტატებისაგან, შეერთებული შტატები ვერ გასცემს ან ვერც საბოლოო ჯამში ეს საკითხიც გაიჭედება, მეთქი ალბათ მაინც მოდი 100%-იანი სიტყვის თქმა ამ მომენტში პრაქტიკულად წარმოუდგენელია და მეც ვერ გავრისკავ, მაგრამ ზელენსკი მზაობას გამოთქვამს და თუ მიიღებს მონაწილეობას. ეხლა აქ გაისმა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ზელენსკის ამერიკა მოსთხოვს, რომ მან მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში, რაც შეიმოსაზრებით სიგიჟეა, ეს არის ჯერ ერთი სუვერენული უფლება ქვეყნისა, მეორე კანონმდებლობით უკრაინის ღევანდელ ლიდერს აქვს არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის უფლება, ეს რომ ვიცოდეთ და მესამე ესე რიტორიკის დონეზე პრეზიდენტ ზელენსკის ყოველთვის ექნება საათქმელი პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ მაინც და მაინც ეს უკანასკნელი იტყვის, რომ იცით რა თქვენ, არა გაქვთ მონაწილეობის უფლება, არ კარგი იქნება თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, ექნება ზელენსკის საათქმელი ტრამპისთვის შემდეგი სიტყვები, რომ თუ შენ გააკეთე 2024 წელს საოცარი კამბექი, ანუ 4 წლიანი ჩაგდება გქონდა 20-დან 24-მდე, მე რატომ არა მაქვს მიჯრით, ანუ მიყოლებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება და გამარჯვების უფლება. უკვლავ ვიმეორებ, გამარჯვებას დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვება და რა გამოკიდებულია მათ შორის იმაზე, ზელენსკი იქნება თუ არა პრეზიდენტი და მოხდება თუ არა რეჟიმ ჩეინჯი, თუ რეჟიმ ჩეინჯი ან რბილი ჩეინჯი, ან ერთგვარად რუსეთის მიმართ ლოიალური რეჟიმი და მოვიდა უკრაინის სათავეში, დაღლილი უკრაინელი ხალხი, თქვა თუ აირჩევს რომელიმე ქართული ტერმინია, მაგრამ მაინც შუაში ან რუსეთთან მეტი დიალოგის მომხრე ან რაღაც მსგავს ლიდერს, ამ შემთხვევაში რუსეთი ნელ-ნელა გააიმეორებს თუ დაიწყებს იმ პროცესის განხორციელებას, რა პროცესიც განახორციელა, რა სპეცოპერაციას განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ 2012-ში მხისიერად მოიყვანა ბიზიდა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ ცოტა ხანი შეფუთა, ანუ ახლავთ 10 წელი, 8 წელი, 10 წელი შეფუთვა ისე, თითქოს ეს უკანასკნელი ბიზიდა ივანიშვილი დასავლელი ლიდერი იყო და უკვე შემდგომ ბიზიდა ივანიშვილს გამოაჩენინა მისი ნამდვილი სახე, ანუ ჩამოუხსდა თუ ჩამოახსნებიდა ნიღაბი და გვაჩვენა ყველას მთელი მსოფლიო საილუსტრაციო ნახეთ ყველურ ბიზიდა ივანიშვილი თურმე რუსი ყოფილა და იმ თავითვე ყოფილა რუსი პოლიტიკოსი. ახლა შეიძლება მოიყვანონ ვიღაც ტიპი, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით და ეს არ არის არც შემთხვევაში ზალუჟნი, მოკლედ ანტიზელენსკი ტიპი, რომელიც თითქოს იქნება რუსეთთან დაპირისპირებული, მაგრამ 5-7 თუ 3 თუ 6 წლის შემდეგ ისიც იტყვის, რომ რუსეთთან მეტი თბილი ურთიერთობის, იმიტომ მომხრევარო, იმიტომ დაიღალა უკრაინელი ხალხიო და რატომაც არა დავთმოთ ასე მაგალითად დონბასი. ხო, ზელენსკის არჩევნები, უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება თუ არა, ამისგან დამოუკიდებლად საკვანძო საკითხი მაინც სხვა რამაა. ეს არის დონბასის დათმობა, რაზეც მეორე სიტყვა ვთქვი და ახლა კიდე უფრო მეც ვიტყვი, 4 სიტყვას ვიტყვი. დონბასის დათმობა კონსტიტუციაში წერია უკრაინისა, რომ თავისი ნებით უკრაინის შეერაღებული ძალები ვერ გავლენ ამ ტერიტორიიდან. მაგრამ ერთ წუთს მოდით, ცოტა სიგიჟეს ვიტყვი, უკრაინელები ნაკლებად პატრიოტი უკრაინელები რომ ნაკლებად გაიგებენ და ასე ვიტყვი, ასე წარმოვაჩენთ. დავუშვათ, რომ დახყაბულდნენ. აი მშვიდობა ხო უზენაესია, ხო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლება ცალკეული გამოტვინებულების აზრით ბიზიდა ივანიშვილიდან დაწყებული. ხო, თუ გაგრძელებული, გავიდა დონბასიდან, აი ამ რაღაცა მისის ნაგლეჯიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ფართობია, ეს პატარაც არ არის, მაგრამ გავიდა, ოკეი, უკრაინის შეერაღებული ძალები. გადააგორა ზელენსკიმ გარკვეული კრიზისები, თქვათ, იმიტომ რომ ბუნებრივად წარმოიქმნება კრიზისები, ბევრი იკითხავს კი, მაგრამ ისთვის ვიბრძოდით თუ ასე ვიღაცას უნდა დავყაბულებოდით, დავყოლოდით პრეზიდენტ ტრამპის ან ვაშინგტონის ბრძანებები უნდა შეგვესრულებინა, რატო დაიხოცდნენ ჩემი მეგობრები, მეზობლები, ახლობლები, ნათესავები და ასე შემდეგ, რატო დაიხოცა 10,000 უკრაინელიო. მაგრამ დაუშვათ და ეს კრიზისიც გადააგორა ზელენსკიმ, ან სხვა რომელიმე ხელისუფალი მოვიდა სათავეში და ზელენსკი კი ლექციებზე დადის უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში ევროპის მასშტაბით. მერე რა გარანტია აქვს უკრაინას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთი, ან ვინ იძლევა ამ გარანტიას,
რუსეთი არ განაგრძობს უკრაინის სრულ დეუკრაინიზაციას. ვინც არ უნდა იყოს რუსეთის ლიდერი, ეგრა მაგის პასუხია და ვინც არ უნდა იყოს უკრაინის ლიდერი. ეს იმდენად დონბასის ეს ტერიტორია, ეს ნაგლეჯიობეს რომ თქვი და რეალურად ნაგლეჯი არ არის, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტერიტორია, მათ შორის იმდენად მნიშვნელოვნად გამაგრებული ტერიტორია, მაგრამ სტრატეგიული კვანძია იმგვარი, რომელში შესვლის შემთხვევაშიც კი ან შემთხვევაში რუსეთს ეხსნება მინიმუმ 3 მიმართულებით, ასე პირდაპირი ხაზები მეთქი, ეს არის ხარკოვის მიმართულებით, ეს არის ზაპოროჟიეს იმ ნაწილის მიმართულებით, რომელიც მას ოკუპირებული არ აქვს, ეს არის დნეპროპეტროვსკის მიმართულებით, აქვე ვიტყვი, ეს არის შესაძლოა ხერსონის მიმართულებითაც და ეს არის შედარებით დასავლეთით შავი ზღვის მიმართულებით, ანუ ოდესის მიმართულებით. საერთოდ, როდესაც რუსეთი ლაპარაკობს, პუტინი ლაპარაკობს ამ მალორასიაზე, ხო? ერთის მხრივ მოიცავს იმ ყალბი ისტორიის ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიებს, რომლებზეც აფრიალებს პრეზიდენტი პუტინი შეხვედრიდან შეხვედრამდე ან პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციაზე თუ პრესკონფერენციამდე, მაგრამ ამავდროულად უფრო ფართოდაც რუსეთი ამბობს, რომ რასაც დავადებ მეთაც, რასაც დავადებ მე ხელს, ეს ყველაფერი იქნება ჩემი ეხლა ერთი პირსოდაც უნდა ვახსენო ამასობაში, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, რომელიც სხვათა შორის ეხლა ამბობდა რომ პოლიტიკოსთან ინტერვიუში, რომ ნატოში ვერ შევიდოდა უკრაინაო, ეს ეგრა მაგის პასუხია და ცოტა სიგიჟე მგონია, იმიტომ რომ მემკვიდრეობითობას აქ იგითხარით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნატოში უკრაინის შესვლის თაობაზე ბაიდენს კი არ უთქვამს ან კლინტონს ან ობამას, არამედ თქვა რესპუბლიკელმა ბუშმა და მეცაც ითხოვდა უკრაინისთვის და საქართველოს 2008 წელს, მაგრამ დავანებოთ თავი ამ ყველაფერს. ამ პროცესის პარალელურად თავად უკრაინას თავი დავანებოთ ახლა და შეერთებული შტატები ტოვებს არასწორი სიტყვა მაინც თქვენის ნებართვით, მაგრამ ჩნდება ინიციატივები იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. რესპუბლიკელი კონგრესმენია ესეთი თომას მესი, ლეო მესიში ცხადია არ შეგეშლებათ, თომასი ქვია ამ კაცს. მან დააინიცირა კანონ პროექტი, რომელიც მოუწოდებს ამერიკელ კონგრესმენებსა და პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. მე მგულახდილად გეტყვით, რომ გონია რომ ეს წარმოუდგენელია, ანუ ვერ მოხდება ეს, რაც არ უნდა მესი თომასმა ან შეიწყვილოს ვინმე რონალდო, კრისტიანო, ხო, სხვა სახელის რონალდო და ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე ილაპარაკონ და კანონპროექტები განახორციელონ კი არა წარადგინონ და ასე შემდეგ. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებში ეს აზრი გაჩნდა, ხო? ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. კანონპროექტი შეერთებული შტატების ნატოდან გასვლის შესახებ პრეზიდენტისთვის შეტყობინების ვალდებულების დაკისრების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დენონსაციის თაობაზე. მუხლი 1. მოკლე სახელწოდება, ეს აქტი შეიძლება მოხსენიებული იყოს როგორც არასანდო ორგანიზაციის აქტი. მუხლი 2. კონგრესი აკეთებს შემდეგ დასკვნებს. ჩრდილოატლანტიკური ყველა გავარჩიოთ თქვენის ნებართვით. ან თუ გნებავთ გავარჩიოთ შემდეგ ვიდეო ბლოგში, მე მგონი უფრო უპრიადი იქნება. მოკლედ, ეს ინიციატივა მეორე ვიდეო ბლოგში გავარჩიოთ. ეს ინიციატივა ჩნდება შეერთებულ შტატებში. მე მგონია რომ შეერთებული შტატები ნატოს ვერ დატოვებს, არა მარტო არამედ ვერც დატოვებს, რაც არ უნდა წიაღსვლები ჰქონდეს რომელიმე ერთ კონგრესმენს ან ადმინისტრაციასაც კი და ამასობაში ლაპარაკო უკრაინაზე და ილაპარაკო უკრაინაზე, რომ უკრაინა ვერც ვერასოდეს შევიდოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, გახდებოდა წევრი, ცოტა არაპატიოსანი გონია და ბოლო პასაჟი ბარემ თქვენის ნებართვით ეს კი მოვასწროთ, იქნება და ისიც თქვენ რომ ასეთი კაცი არსებობს, ძალიან მაგარი კაცი ჩემი აზრით, თუმცა ბევრ ტრამპისტის არ უყვარდა და არ უყვარს, ასე ვიტყვი. ეს არის კიდევ ერთი პასაჟის თქმაც მინდოდა, მაგრამ მარიც ეს არის ბოლტონი, კაცი, რომელიც ტრამპის მრჩეველი იყო მისი პირველი კადენციის დროს უსაფრთხოების საკითხებში. ის ამბობს, გარკვეულწილად ტრამპის უკრაინის საკითხიდან გასვლა შეიძლება პოზიტიურიც კი იყოსო. ამბობს ჯონ ბოლტონი და აგრძელებს ასე. პირველი, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისათვის გააგრძელებს დაზვერვის მონაცემების მიწოდებას, მოკლედ დადებითი იქნება, პოზიტიური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორი პირობა იქნება შესრულებული, თუ ტრამპის მიერ, თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო დაზვერვის
მონაცემების მიწოდებას და მეორე თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას მიყიდვას ევროპელი პარტნიორებისათვის, ნატოს წევრებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ეს შეერაღება უკრაინას გადასცენ, შეუძლიათ კი, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან, რომ გადასცენ უკრაინას, ამასთან დაკავშირებითაც ვერ ვიქნებით ჩვენ თლად ოპტიმისტურები, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ გავიდეს უკრაინის პროცესიდან და გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ლიდერი არ მოაწერს ხელს ამ დონბასის დატოვებას და კიდე სხვა პირობებიც არის, მაგრამ ეს უმთავრესი პირობაა. გარკვეული ალბათობით სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს შეერთებული შტატები გასვლას ამ პროცესიდან და ამაზე ხშირად ისმის ლაპარაკი, არა გვაქვს გარანტია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას უკრაინისათვის და აგრეთვე იარაღის მიწოდებას ნატოსათვის, რომელმაც თავის მხრივ უნდა გადასცეს ეს იარაღი უკრაინას. ამის გარანტია ტრამპის ხელში, ასე ვიტყვი, ტრამპის ამბივალენტური ან კონტროვერსიული პოლიტიკის და განცხადებების გათვალისწინებით, ამის გარანტია უბრალოდ არ გვაქვს. ესე ჩვენ ბევრი რამის გარანტია გქონდა მინერალებზე, რომ აწერიდებდნენ ხელს პრეზიდენტ ზელენსკის მინერალების გადაცემაზე შეერთებული შტატებისათვის და ეს თითქოს უნდა ყოფილიყო აი ოქროს ბარათი უკრაინისათვის, რომელიც ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მინერალებზე თანხმობა, მინერალების გადაცემაზე მისცა თანხმობა უკრაინამ შეერთებულ შტატებს და კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხო ეს არის უამრავი თემა, იქ რეპარაციების თემა, ბევრი საინტერესო თემაა. მოდის ვიხდი და აქვე გაჩვენებთ ერთ უკრაინის ელჩის იარმარკაზე არა ვართო ჩვენო, ანუ ბაზარში არა ვართო, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სუვერენიტეტი არ იყიდება, ეს არის უკრაინის ელჩი გაეროში, რომელმაც პრინციპში ანტიარუსულ სავიდავანებოთ ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ანტიამერიკული განცხადებები, ამერიკის ადმინისტრაციას რომ არ ესიამოვნება ისეთი განცხადებები გააკეთა, ცხადია პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სუვერენიტეტი არ იყიდება, ჩვენ საშობაო ბაზარზე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ცნობილ ჩერქიზოვის ბაზრობაზე, რუსეთს სურს უკრაინამ კაპიტულაცია მოახდინოს, როგორც ეს ახლა მოვისმინეთ, რუსეთს სურს იარაღი დავყაროთ და ჩემი პასუხი ასეთია, თქვენ უკრაინას კი არა, დონატის ნასვეტს მიიღებთ. დონატის ნასვეტზე რატო გამახსენდა არ ვიცი და გამახსენდა ბზეჟინსკი, რომელსაც თავის ცნობილ ნაშრომში რუსეთის შვეიცარიული ხველისთვის აქვს. შედარებული თუ დადარებული, ხო, შვეიცარული ხველის ნახვეტები. ნახვეტებს ახსენებს მაშინ ზბიგნევ ბზეჟინსკი რუსეთთან მიმართებაში საუბრისას. ნახვამდის.